თავად მიიჩნევს, რომ სასურველი სასიძოა. რატომღაც სხვებმა გადაწყვიტეს, რომ ალფონსია. ნახოთ ვინ არის. გიორგი ნაზღაიძე. გამარჯობა გიორგი, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვდით. ბოლო დროს არ გამოსულა არც ერთი ყვითელი გაზეთი თუ ჟურნალი, რომლის ყდაზეც არ ყოფილიყავი. გახდი ცნობილი და ჭორებმაც არ დააყოვნა და თბილისურმა ჭორებმა თქვეს, რომ გიორგი ალფონსიაო. არა. შენ არ მალევრე ძალიან ბევრი რომანი გქონდა. კი, ძალიან ბევრი არ მქონია, მაგრამ მქონდა საკმარისი რომანები იმისათვის, რომ მეცხოვრა, არ ვიცი. რომანები მქონდა, კი. მქონდა პირველი სიყვარული, რომელიც გაგრძელდა 6 წელი. მე და ხათუნა წურწუმია ძალიან კარგად იცის ყველამ და სახელი და გვარსაც ვიტყვი თუნდაც გადაამოწმონ ეს ინფორმაცია და შემდგომ შენ ცოლი იყო თუ ჩემი საცოლი იყო მაგრამ მოხდა რაღაც მიზეზების გამო ჩვენ დავშორდით იმიტომ რომ ის წავიდა იტალიაში და მე დავჭი საქართველოში და ნათქვა მე თვალით შორდება გული გულს ასეც მოხდა და შემდგომ მოხდა ის რომ ძალიან მალევე მოვიყვანეთ ცოლი რომელთაც წელიწად ნახევარი ვიყავი რაც საზოგადოებისთვის იყო მიუწვდომელი ინფორმაცია და პრესისთვის ცოლი რატო მოიყვანე გიორგი ალბათ იცი რა არის რაღაცა თავში მიკროდა ალბათ. ხო, რამდენი წლის იყავი? ვიყავი 21. ანუ გიყვარდა ის ეს მოიყვანე? იცი, თვლიდი რომ მიყვარდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მივხვდი რომ ჯერ მე ვარ პატარა, მით უმეტეს რომ მე კარიერაში წინსვლა უნდა მქონდეს, უნდა ვიმუშაო, უნდა ჩამოყალიბდე როგორც უყოფილი ადამიანი, რომელსაც შეუძლია შემდეგ შეინახოს მეორე ნახევარი და მერე მომავალ შუქეშვილი. და ის იყო მიზეზი, რატომაც ჩვენ გავშორდით ჩვენ. რატომ დაისვა კითხვა ალფონსობასთან დაკავშირებით? იცი რა არის, საზოგადოების დიდი ნაწილი ამ შემთხვევაში ყველაზე ვერ ვიტყვი. ყოველთვის ცდილობს ადამიანში იპოვოს ცუდი, ყოველთვის ცდილობს რაღაცას, ოდესაც წაიკითხავს, მიიღოს ისე, როგორც უნდა. მაგრამ ყოველთვის ადამიანს, როდესაც ადამიანზე იტყვი, რომ ეს ადამიანი არის ძალიან ცუდი, ყოველთვის უნდა დავფიქრდეთ, მის უკან რა არის. ამიტომ სანამ იმას გვეტყვი რა არის ეხლა და რატო აგორდა ეს ჭორები, მოდი მითხარი რა იყო მანამდე ამ ყველაფრის უკან. იცი რა არის, პირველად ხდება ეს, როდესაც მიყვები ჩემ ბავშვობას. ბავშვობა, რომელიც გამიგრძელდა ალბათ მიახლოებით პირველ კლასამდე. ეს მალე რატო დამთავრდა? მან თავდება ჩემი ბავშვობა, იმიტომ რომ შემდეგ იწყება ოჯახის ფინანსური ძალიან დიდი კრიზისი და ხდება ის რომ იცი რა ცოტა მძიმე ამ ყველაფრის გახსენებით რომ ყოველთვის ვცდილობ დავივიწყო, იმიტომ რომ ბავშვობა მთავრდება და ეს მომყვება დღემდე. ის რომ მაგალითად მე და ჩემი ოჯახი სადარბაზოში ვთვებოდით, ესე რკინის ტაშტი ალბათ ქართულად, ამას ჩალაგებული შეშა და ვთვებოდით სადარბაზოში და კორპუსის ყველა მოსახლე ადიოდა სართულზე, რა თქმა უნდა. რაღაცა რეპლიკები ყველა ესე თვებოდა. არ იყო ეს 90-იანები, ეს უფრო ცოტა ადრე არის, მაგრამ 90-იანებში ყველას უჭირდა, ისე არ უჭირდა. არ ვიცი, ჩემი გადმოცემა როგორც ჩემ ოჯახს, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფინანსური კრიზისი იყო. ფინანსური კრიზისი, რომელიც გამოიხატებოდა ყველაფერში. სკოლაში, კარგი, მოდი ვიტყვი ამას. სკოლაში, როდესაც არის საკონტროლოს გაკვეთილი და როდესაც მასწავლებელი ითხოვს რეულს, რომ ყველა მოიტანოს 12 ფულსლიანი ჩვეულები ყველა სახსოვ მწვანე ყდით. ჩემ ოჯახში არ არის იმის საშუალება და დედა ჩემი აკეთებს ესეთ რაღაცას, იღებს სხვადასხვა რეულის ფურცლებს. მათემატიკის მახსოვს ძალიან კარგად. კინძავს ამ ყველაფერს, სხვა ყდას ვადებთ, ერთხმაზე ჭრის ამ ყველაფერს და შემდეგ კერავს. ანუ სამაგრების მაგივრად უკვე ეხლა მოდურიც არის სხვადასხვა ძაფებით არის შეკერილი რეული. განიცდიდი ამას. კი, იცი რატომ ძალიან დიდი დარტყმა იყო ისიც რომ როდესაც მასწავლებელმა მოითხოვა რეულის ამოღება, მე მსხვენოდა, რომ ყველა მოიღო ის რეული, როგორც არის სავალდებულო. და ამოღების შემთხვევაში, როდესაც ამოვიღე ეს როლი, ბავშვებში მივიღე ძალიან დიდი დარტყმა. იმისა რომ რა თქმა უნდა, ეს ალბათ ბავშვური ქცევა იყო და ვერ ხვდებოდნენ იმას თუ რას ჩადიოდნენ. მაგრამ ყოველთვის და იმ დროსაც კი მე ვთქვი და ასეც ვცხოვრობ დღემდე რომ თავარი არ არის ის მე რა რეული ამოვიღე. თავარი ის იყო მე რას ჩავწერდი შიგნით და მე რა ნიშანს მივიღებდი. რომ ეს იყო ჩემი მომავალი, არა ის როგორი ყდა იყო და როგორი აკინძული. მაგრამ ალბათ ტრავმაა ეს ცხოვრების, ხო? და მერე რა იყო, გიორგი? მერე ყველაზე გეუნეული თემა, რაც დღემდე მახსოვს არ დამავიწყება, იყო ის, რომ სკოლაში წამივიდა გული, ეს ალბათ ხდება მე 11 წლის ვარ. არ ვიცი რატომ წამივიდა გული, ალბათ ნერვიულობდი რაღაცას გაკვეთილ და ასე შემდეგ. და ხდება ის, რომ თვალს ოდესაც ვახებ, მხოლოდ არის ჩემ გვერდზე მასწავლებელი.
კლასში ვიყავით 37 ბავშვი, 37 ვიყავი მე და არც ერთი ბავშვი, 36 ბავშვი და რომელიც მეგობრები იყვნენ ჩემი, არც ერთი არ არიან ჩემ გარშემო. და რა მოგივიდა? ეს ხო, ექიმა როდესაც მიმიყვანეს ექიმთან აღმოჩნდა ესეთი სინდრომი ეპილეფსის ერთ-ერთი ანუ შეძენილი სინდრომი, ნერვიულობის ნიადაგზე ალბათ სტრესები ის, რაც მოდიოდა, ანუ ბავშვებს ემართება და შემდეგ თავდება გარდატეხვის ასაკში. და მიზეზი რა იყო? მიზეზი ალბათ ის, რომ ბავშვის ტვინმა ვერ გაუძლო ამ სტრესს და ამდენ დაძაბულობას, ის რაც ხდებოდა. და ოჯახში დაძაბული სიტუაცია ქონდა. ოჯახში არა, აი ეს რაც მიამაყება მე დღემდე და რაც რითიც ვამაყობ დღემდე, არის ოჯახი იმ გაჭირვების ჟამსაც კი ვიყავით ერთმი. როდესაც ჩემი ძმა ჩემზე სამი ძმა მყავს მე, როდესაც ჩემი ერთი ძმა ყიდიდან აყენს ქუჩაში და ამავდროულად სწავლობდა, არავინ არ იცის ეს. ხო. დღეს ძალიან კარგად ცხოვრობს ეს ადამიანი, რომელიც ჩემი მეორე ძმა, რომელიც რაღაცა შავ საქმეს აკეთებდა. დედაჩემი და მამაჩემი სახლში იყვნენ, იმიტომ რომ დედაჩემი ლოგინად ჩავარდა ამ განცდაში. მამაკაცი ამიტომ აღნიშნა, რომ სუსტია მამაკაცმა ვერ შეძლო მართვა ოჯახის და მოხდა ესე. ანუ ბავშვები რეალურად დარჩით უპატრონოდ და სახსრების გარეშე. სახსრების გარეშე ერთი რაც გვამშვიდებდა, ქონდა ჩვენი ჭერი. ხო. და ყველაზე საცხოვრობდით, გიორგი. ამ დროს უკვე ვცხოვრობ ჩვენ ვარ კეთილში, იმიტომ რომ ჩვენ დავკარგეთ სხვადასხვა ბინები და გადავედით იძულებულ. მამაჩემს ჰქონდა მარკეტინგში ბინა და გადავედით იქ საცხოვრებად. დიაგნოზი რამდენად რთული და მძიმე იყო და რამდენად პრობლემატური? იცი რა არის, დიაგნოზი არ იყო ძალიან რთული, მკუთხით თუ შევხედავდით ამას დროებიც. იმიტომ ეს არის კურნებადი იყო ძალიან ჩვეულებრივი, უბრალოდ სჭირდებოდა ამას ძალიან დიდი თანხები და ჩემ ოჯახს არ ჰქონდა. ეს ხდებოდა ყოველდღიურად, შეიძლება დღეში. ანუ ეპილეპტიური გულყრა გემართებოდა? ეს ხდებოდა ყოველთვის. სკოლაში ხდებოდა, უბანში ხდებოდა, ქუჩაში ხდებოდა. ამის გამო ზურგს მაგცემდნენ ჩემი მეგობრები. ის ადამიანები, ვინც მე მიყვარდა. მეგობრები ზურგს რატო გაქცევდნენ? იმიტომ რომ თვლიდნენ, რომ ასეთი ადამიანის გვერდში არ უნდა იდგე. და რა არის განსაკუთრებული ახლა ეს არის ისეთი დაავადება, რომლის გამოც შეიძლება ზურგი შეაქციოს. საერთოდ დაავადების გამო არ შეაქციოს. მათთვის იყოს ამარცხונה ის, რომ მის მეგობრს შეიძლება ესეთ რაღაცა სადღაც დაემართოს. ანუ ვიღაცა საზოგადოების თავშეყრის ადგილს. ეს უნდა გარიყო, ეს რაღაცა აბსურდია. ხო, მაგრამ საზოგადოება შენც იცი და შეიძლება ჩვენ არ ვსაუბრობთ ხმამაღლა, მაგრამ ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი მაინც ესე იქცევა ძალიან ბევრ შემთხვევაში. შეიძლება რაღაც კითხო? ოღონდ ძალიან გთხოვ სწორად გამიგე. შენ ხარ ძალიან კარგი შოუმენი. ხო. აღიაროთ. შოუს დადგმა შეგეძლია. კი. პროფილიც ნანახი გექნება. კი, პროფილს ყველა უყურებ. და ალბათ გინახავს, რომ პროფილში მოდიან სტუმრად ცნობილი ადამიანები და ყვებიან ხოლმე საკუთარ თავზე სევდიან და რთულ ისტორიებს. კი. ისაც შენ მოყევი ახლა. ეს შენი შოუს ნაწილია თუ სიმართლე? ეს არ არის დაავადება, რომელზეც ხუმრობენ, იმიტომ რომ სტატისტიკური მონაცემები საქართველოში 40,000 ადამიანს ჭირს ეს. და ეს ნიშნავს, რომ მე ამ თითოეულ ადამიანს დავცინე ახლა. თუ ეს არის შოუ. სწორად გამიგე, შენ გაქვს სკანდალური ადამიანის იმიჯი და სკანდალური ადამიანი, მაგრამ ყოველთვის არის რაღაც, იმიტომ მე თავში ვთქვი, როდესაც დავიწყე ჩვენ საუბარი, ადამიანს ნუ შეაფასებ ერთი შეხედვით. ყოველთვის შეხედე მეორე მხარეს ადამიანს. მე ვცხოვრობ ასე. 17 წლიდან უკვე დამოუკიდებელი გავხდი. მე ვისწავლე, მე უყურებდი ჩემ ოჯახს, რასაკეთებდნენ ჩემი ძმები და გადავწყვიტე მაღაზიაში, თამბაქოს მაღაზიაში გამყიდველად დამდგარიყო. ამავდროულად მე სწავლა და ამავდროულად მე მუშაობ. რამდენი ხანი იყიდდი თამბაქოს? ალბათ ეს იყო 2 წელი. რა იყავი მიმტანი? არა, შემდეგ იყო ტელევიზორში უყურებდი რეალიტი შოუ, პირველი რეალიტი შოუ ამტანები, სადაც მოხდა ისე, რომ გამიშდა სურვილი, მაგრამ ყოველთვის მაბრკოლებდა ის შიში იმისა, რომ არ დამემართოს გულყრა და საზოგადოების წინაშე არ შევწყვე და არ შერწყოს ჩემი ოჯახი. და ძალიან ხშირად დამეთანხმება საზოგადოების დიდი ნაწილი, ყოველთვის ესეთი მსგავსი დაავადება იმალება. ხო ასეა? ყველა მალავს. მე თქვი ეს. იმიტომ რომ დღეს ალბათ არ მაქვს და ამიტომ თქვი და იქამდე არ ვიტყოდი. და შენ მიხვედი რეალიტი შოუში დამალე რომ დავმალე ეს ყველაფერი და ჩემი ოჯახი ძალიან დიდი წინააღმდეგი იყო, იმიტომ რომ მეუბნება. როგორ მოხდა რომ ეთერში არც ერთხელ არ დაგემართა? მოხდა ისე რომ რაღაც თავს ვიკავებდი, არ ვიცი, ემოციას არ ვიცი, იმიტომ რომ ექიმმა დიაგნოზი გამოიტანა ასეთი, როდესაც მე მითხრა. შენ თვითონ დააკონტროლე შენი ნერვები, იმიტომ ნერვებიდან გამომდინარე ხდებოდა ეს ყველაფერი ემოციურ ზღვარზე, ითიშებოდა ტვინი და შემდეგ არ მიეწოდებოდა სისხლი ორგანიზმში. აი ეს იყო ყველაფერი. ქალების თემას მინდა შევეხო.
კარგი, დავიწყეთ. მივიდეთ იმ კითხვამდე, საიდანაც დავიწყეთ ყველაფერი. იყვნენ მე შეცდომები. ძალიან ბევრი რაღაცა იყო კიდე ჩემს ცხოვრებაში, იქ კიდე რომელიც შეიძლება. აღარ მინდა მძიმე თემებზე ლაპარაკი, იმიტომ რომ გაქვს მე ქალთანე კაცის იმიჯი. ქალების ხარჯზე არ მიცხოვრია. არა? როდესაც მე ვიყავი 20 წლის და როდესაც მქონდა 2000 ლარი შემოსავალი, მე მგონი ის ადამიანი არის ცხოვრობს ქალის ხარჯზე. როდესაც დღეს მე მაქვს, რატომაც არა. ხო, მაგრამ როდესაც დღეს მე მაქვს 3000 ლარი სულთა შემოსავალი და ცალკე კერძო ჩემი ბიზნესიდან მაქვს ცალკე შემოსავალი. სასურველი სასიძე მე მგონი ხარ? არ მაქვს იმის სურვილი, რომ მაგალითად ვიღაცის ხარჯზე ვისხორ და თუ მე გამოცდილი ქალი მიყვარს ყვარებია? სექსუალურ ურთიერთობაში თუ ადამიანურ ურთიერთობაში, ეგ ცალკე თემაა. და დღეს საქართველოში არის პრობლემა. ძალიან სასაცილო. შენ თანატოლში, თუ გინდა გოგონაში და გინდა გოგონაში რას ნიშნავს გიორგი? ეს უბრალოდ დავამატე გოგონი, რომ ქალში არ გადავიდნენ ის ასაკიანში. თუ გინდა სექსუალური კავშირი დაამყარო, ყოველთვის გაქვს შიში იმისა, რომ ეს გოგო უნდა მოიყვანო ცოლად. და იმ გოგოს აქვს მიზანი, შენ უნდა გამოყვეს ცოლად. ეს ხო საქართველო, ეს ხო რეალობა, ეს ესეა. ხო. აქედან გამომდინარე მე არ მიშდება სურვილი, რომ ჩემი ასაკის გოგოსთან დავამყარო ურთიერთობა, მე მიჩვენია ურთიერთობა მქონდეს გამოცდილ ქალთან, იგივე ეს არის სექსუალური კავშირი და იგივე არის საუბარში და აზროვნებაში ძალიან დიდი განსხვავება არის ეს. და თუ ჩვენ ერთად ყოფნა ძალიან გვსიამოვნებდა, ეს არავის საქმე არ არის, ეს არის ჩემი პირადი ცხოვრება უკვე. ასაკი, რა ასაკის იქნება ეს ადამიანი და თანხას არავინ არ მიხდიდა არაფერში. რადიო აფხაზეთის ხმაზე მიყავს გადაცემა. ცოტა ყავა და ბევრი ჭორი. და შენ რომ ყოფილიყავი ამ გადაცემის სტუმარი და თავადვე წაგიყვანა, ამ კითხვას აუცილებლად და დავუსვამდი. მზერდის სამყარო ვარ კიდე მზერზე. და რახან ჭორებზე საუბრობს, კიდე არის ერთი ჭორი შენზე. ხო. ორიენტაციასთან დაკავშირებით. იცი რა, მე შემიძლია ამას ერთხელ და სამუდამ დავუსვა წერტილი, იმიტომ რომ შენ მომეცეს საშუალება. რატო გაჩნდა ეს ჭორი? იმიტომ რომ მე ვარ მოდელი. ერთ-ერთი ჩემი პროფესია არის მოდელი. როგორი ქალები მოგწონს მაშინ? არის ქალი უნდა იყოს. ის გადავწყვეტეთ რომ ქალები მოგწონს. ხო, კიდევ კარგი გადავწყვეტეთ. ხო. წერტ ჩემს თავარი არის ქალი იყოს გარეგნულად ნორმალური და თავში კონდეს რაღაცა. ესე უხეშად ვიტყვი. სურველი ქალები არ მოგწონს. რა ჩვენ საზოგადოებაში ძალიან დიდი პროცენტი არის ასეთი ახალგაზრდა გოგოების. აი ეს არის ჩემი დასკვნა. შენს გვერდით ქალი კომფორტულად იქნება? კი, იმიტომ რომ 6 წელი არ გაჩერდები მამაკაცთან ამ შემთხვევაში თუ არ გძნობ თავს კომფორტულად. აი ესეც არის. ცოტა მეჩვენება რომ საკუთარ თავზე ხარ შეყვარებული. მე? ხო, გიყვარს საკუთარი თავი. იცი რა, მთელი ცოტა ნარცისული არის. მთელი ბავშვობა და მთელი ცხოვრება ხალხს არ უყვარდი და იქნება დროა რომ მე ჩემი თავი მე თვითონ შევიყვარო. კარგი პასუხია. წარმატებას გისურვებთ, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედი. ერთ მადლობა შემოწმებისათვის. მე ასე ვიტყოდი სულ სხვანაირი გიორგი ნაზღაიძე. იმედი ასე ხარ სიმართლე. დიდი მადლობა.